ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის შაბათი. 10 მაისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 27 აპრილი 2025 წელი. და დღეს დღევანდელ დღეზე გვისაუბრია ეს არის დღეს არის ხსენება წმინდა სვიმეონის ხორციელად ძმაუფლისა. ეს არის საუბარი 64 ასევე ლიბერალ ტრევიზელზე გვისაუბრია ესეც საუბარი 64 და გვისაუბრია დღეს არის კიდე ხსენება წმინდა საბა სერბელის მის შესახებაც გვისაუბრია ეს არის 271 საუბარი და მე მოგიყვებით დღეს წმინდა ანასტასი პირველზე ეს არის რომის პაპი ანასტასი პირველი რომის პაპი და ესე იგი დასავლეთში არის მისი ხსენება 19 დეკემბერს რომის კათოლიკური ეკლესია ესე იხსენებს იმიტომ რომ ეს არის გარდაცვალების დღე და აღმოსავლეთ სამყაროში მას აი სწორედ 27 აპრილს მოიხსენებენ უფრო სწორედ აღმოსავლეთ სამყაროში კი არა რომის მარტიროლოგში ესე არის რატომღაც და ანუ ფაქტობრივად ორი დღე არის ეს ხსენების ეს 19 დეკემბერიც იმიტომ რომ გარდაცვალების დღე არის და აი დღესაც ეხლა მოგიყვებით თვითონ რომის პაპი ანასტასიუს ეს არის რომის 39 პაპი 400 ესე იგი 2 წელი და 1 თვე იყო პაპი 2 წელი და 1 თვე 399 წლიდან 401 წლამდე და გითხრათ რომ მეც ესე მეგონა რაღაცნაირად რომ აი პირველი საუკუნეების პაპები ყველანი წმინდანებად არიან შერაცხილები და არ არის ასე არიან პაპები რომლებიც არ შეირაცხენ წმინდანებად და აი ეს რომის პაპი ანასტასიუს პირველი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ხანი იყო რომის პაპი ეს არის წმინდანად შერაცხილი ძალიან ბევრი რამე მოასწრო ამ 2 წელიწადში დიდი კვალიტატოა ძალიან და აი ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ მისი მამის სახელი არის ნობილი მაქსიმუსი და ეს იყო მემკვიდრე სირიციუსის რომის პაპის სირიციუსის 384-99 წლები სირიციუსი წმინდანია და აი ახლა ჩამოგითვალოთ რა მოხდა ძირითადად ესე იგი მისი წმინდანად შერაცხვა განაპირობა აი ამ 2 წელიწადმა რა თქმა უნდა მანამდე წმინდა ცხოვრები ცხოვრობდა მაგრამ აი თავარი რა კვალიტატოა პირველი რომის ეკლესიასა და ანტიოქიის საპატრიარქოს შორის ანტიოქიის ეკლესიის შორის იყო განხეთქილება დიდხანს 17 წელი გრძელდებოდა ეს განხეთქილება და აი პირველი რაც ანასტასიუს პირველმა გააკეთა აი ეს ორი ეკლესია შეარიგა ერთმანეთს და შემდეგი ესეთი დაუძინებელი გუშაგი ეს მტერი ვერ ვიტყვის რა დაუძინებელი მტერი იყო ეს არასწორია აი განხეთქილების თუ ერესის თუ რაღაცას არა ის იყო დაუძინებელი გუშაგი ჭეშმარიტი სარწმუნოების და მის დროს გამოიქვეყნდა თუ გამომზიურდა ხა მაშინ ხო ეს ბეჭდვითი სიტყვა არ არსებობდა ცხადია და მოკლედ ორიგენის თხზულებები ითარგმნა ლათინურად რუფინუს აკვილიელი ესეთი ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო 445-410 წლები ამ რუფინუსზე ხა რა თქმა უნდა არ შევჩერდები ეს არ არის წმინდანად შერაცხილი უბრალოდ ესეთი მწერალი იყო და რუფინუსმა თარგმნა ლათინურად ორიგენი იყო ძალიან ხარიზმატული პიროვნება და მისი თხზულებებიც რომელსაც ბევრი წმინდა მამა მიმართავდა მათ შორის ეს არის საღვთო წერილის განმარტებები განსაკუთრებით ძველი აღთქმის კომენტარები აქვს რაღაც არაჩვეულებრივი და ორიგენს განსაკუთრებულად მოიხსენებდა
განსაკუთრებულად მოიხსენებდა ნეტარი იერონიმე სტრიდონელი მიმართავდა, იმიტომ რომ აი რაღაცა როგორ გითხრათ, აღურაცხელი შრომა გაწერული ორიგენს წარმოიდგინეთ ძველი რა თქმა უნდა აი მისი კომენტარების კეთება, გამოძიება, გამოკვლევა და ის კარგი ქონდა ორიგენს ძალიან, მაგრამ ქონდა არასწორი სწავლება, ეხლა მე ორიგენის და ორიგენიზმზე აღარ შევჩერდები, რომელიც ერესად არის გამოცხადებული და აი ხო გეუბნებით ისეთი ქარიზმატული იყო, რომ ძალიან ბევრი მიმდევარს იჩენდა, თუნდაც კაი გარდაცვალების მერეც მისი თხზულებები და ლათინურად რო გამოქვეყნდა, ძალიან დიდი რეაგირება ჰქონდა საზოგადოებას და ის სწორედ რომის პაპი ანასტასიუს პირველის დამსახურებაა, რომ ესე იგი ყველაფერს თავის სახელით დაერქვა, მათ შორის ორიგენის მწვალებლობასაც დაერქვა თავისი სახელი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ორიგენს ჰქონდა არაჩვეულებრივი კომენტარები ძველი აღთქმის შესახებ, რომელიც მიღებული და შეწყნარებულია ეკლესიის მიერ. ნუ, ამის შემდეგ 400 წელს, ესე იგი, ხო ვთქვით 399, 401 წლებია. 400 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ანასტასიუს პირველმა და ამ კრებაზე გამოიტანეს ეს საკითხი იმსჯელეს და აი მიიღეს ანასტასიუსის წინადადება და ამ კრებამ დაადასტურა, რომის ეკლესიის კრებამ დაადასტურა და მოკლედ ესე იგი დაერქვა ყველაფერს თავის სახელი. შემდეგ მან აი ამ კრების შესახებ ხო გეუბნებით ამ 2 წელიწადში მოასწრო ბევრი რამე და მათ შორის წერილობით ჩამოაყალიბა თავისი აზრი და გაუგზავნა ეს წერილები ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს და კიდევ ეპისკოპოსებს მithქვამს ბევრჯერ რომ მაშინ ეხა პატრიარქები და ეს არ ერქვათ ჯერ ეს სახელები ახალია ეს დაწყებული ეს ყველაფერი და მოკლედ მედიულანის ანუ მილანის ეპისკოპოს სიმპლიციანოს და კიდევ იერუსალიმის პატრიარქს თუ მთავარ ეპისკოპოს იოანეს და აი ეს კრების გადაწყვეტილება როგორც სწავლება აი მის წერილებშია ჩამოყალიბებული. მის მოღვაწეობას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთი წმინდანები, რომელიც უკვე დაასახელე ერთი მათგანი ესეა იერონიმუს სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და პავლინ ნოლანელი, ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ესენი იცნობდნენ ერთმანეთს და იყვნენ მეგობრები ერთმანეთის. ანუ რომის პაპა ანასტასიუს პირველის მეგობრები იყვნენ ნეტარი ავგუსტინე, ნეტარი იერონიმე და აი პავლინ მოწყალე ესეც ეძახიან პავლინ ნოლანელი. შემდეგ და იერონიმე მის შესახებ ესე წერდა, რომ ეს არის ძალიან დიდი სიწმინდის ადამიანი, ანუ რა თქმა უნდა 2 წელიწადში ადამიანი წმინდანი ვერ გახდება, აი 2 წელიწადში გამოვლინდა თორე. ნახეთ რას ამბობს, ეს არის დიდი დიადი სიწმინდის ადამიანი, ნეტარი იერონიმეს სიტყვებია და მდიდარი არის თავისი სიღატაკით და მოციქულებრივი მზრუნველობით. აი ესე ამბობდა, თავისი სიღატაკით არის მდიდარი. საოცარი შეფასებაა დამეთანხმებით. და ასევე, ხო, ესე იგი, ეს ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ მტკიცე დამცველია მართლმადიდებლობის ერეტიკული სწავლებებისაგან და ეხლა გადავდივართ შემდეგ თემაზე კიდე მის ცხოვრებაში, ეს არის დონატიზმი. ჩვენ გვისაუბრია ბევრჯერ სხვათა შორის ამ დონატიზმის შესახებ. დონატი ეს იყო ნუმიდიის ეპისკოპოსი, ეს არის აი ამის სახელთან არის უბრალოდ დაკავშირებული, თორე ხა რა ხდება, მე მოკლედ შეგახსენებთ, იმიტომ რომ ბევრჯერ გქონია ამის შესახებ საუბარი ჩვენ. ესე იგი, განსაკუთრებით დიოკლეტიანეს დევნის დროს. ახალი ამბები იყო ესა და
დიოკლეტიანეს დევრის დროს სხვადასხვა სახით ახლა ამ წუთას უფრო ეს დონატიზმი სასულიერო პირებს ეხება. ესე იგი სასულიერო პირების მოქმედებას, ეპისკოპოსები და მღვდლები რაღაცა სახით მიდიოდნენ კომპრომისზე მოქმედ ხელისუფლებასთან, რომელიც მათგან ითხოვდა იმდენად მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის უარყოფა გამოდიოდა უბრალოდ, თორე მათთვის თავარი იყო, რომ მათ მთავრობის დავალება შეესრულებინათ, იმიტომ რომ ესენი თვლიდნენ, რომ ეკლესიის, ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერება სახელმწიფოსთვის სახიფათოა, ამიტომ ზოგისგან მაგალითად ითხოვდნენ, რომ წიგნები დაეწვათ. ეს უფრო ეპისკოპოსებს ეხება, თუმცა მღვდლებსაც. ზოგისგან ითხოვდნენ მაგალითად, რომ დაესახელებინათ ეს ქრისტიანები ვინ არიან. რაღაც ესე, რა თქმა უნდა, ითხოვდნენ იმასაც, რომ თაყვანი ეცათ. და აქ იყო სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმის კომპრომისები, როგორ იცით, მაგალითად, რომ თქვათ, არ გამოჩდები იქ, სადაც უნდა მიხვიდე და აღიარო ქრისტე, ან მაგალითად მოჩვენებითად თქვათ რაღაც იქ ანკეტები ივსება და შენ კი არ უარყოფ ქრისტეს, მაგრამ რაღაცა ფულს გადაიხთი თუ რაღაცა და სიაში ჩაგწერენ, რომ არ ახარ შენ, ესე იგი მოწინააღმდეგე. რაღაცა სხვადასხვა განდგომის, მოკლედ ცალსახად ეს ეკლესიის განდგომაზეა ლაპარაკი, ეკლესიიდან განდგომაზე, ოღონდ რაღაცა პირდაპირ თუ ირიბის სახით ამაში მონაწილეობაზე და ეს დონატი ამბობდა, რომ ულმობელები უნდა ვიყოთ ამათ მიმართ. არავითარი პატიება ამათ არ აქვთ რა. არავითარი, განსაკუთრებით სასულიერო პირებს და მორჩა, უღალატეს და ვეღარ მოინანიებენ რა ამას რა. დამთავრდა ამათი საქმე და ხო და ისეთი კატეგორიულები იყვნენ ესენი, უბრალოდ გაგახსენებთ, ესეც მოყოლილი მაქვს, რომ კონსტანტინე დიდმა, როდესაც პირველი მსოფლიო კრება მოიწვია, ერთ-ერთი ეპისკოპოსი იყო ესეთი ამ დონატის მიმდევარი თუ თვითონ ეს იყო აღარ მოხსოვს, მოკლედ ეს არ მოვიდა ამ კრებაზე და არ მოვიდა, იმიტომ რომ მოკლედ თუ მიიღებთო რა, მოკლედ ამას მოვალო. და თვითონ კონსტანტინე მივიდა ეწვია მას თავის სახლში თუ რეზიდენციაში და დიდხანს უხსნიდა, რომ არ შეიძლება ესე, რაღაცა ეპიდემია დავაკისროთ, რაღაცა როგორც შეუნდოთ ამ ხალხს. ხო და ვერაფერი დაითანხმა და ბოლოს გამოვიდა კონსტანტინე და მიაძახა რა ამას, რომ იცი რაო, აიღეო დიდი კიბეო, მიადგიო ცასო და მარტო ადე ამ კიბეზე შენო რა. შესაბამისად ვერავინ ვერ ცხონდებო, ესე გამოდისო რა. ესეთი იყო რა. მოკლედ ამ დონატიზმი ძალიან აღელობდა ეკლესიას და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ხარ მძიმე ცოდვაა, განდგომილება, მაგრამ თუ ინანიებს ადამიანი, ხა ეს იძახსის რომ ვერ მოინანიებს, იმიტომ რომ კიდე დაიწყება დევნა და კიდე უარყოფს სუსტი ადამიანი, ხო? არა, შეიძლება სინანული და შენდობა შეიძლება, ოღონდ ეპიდემია უნდა შესრულდეს. ეს არის რა მთავარი. მოკლედ ამ დონატიზმის დიდხანს აწუხებდა სადღაც მე-6-7 საუკუნემდე მუსლიმანების შემოჭრამდე, მერე საერთოდ სხვა თემები წამოვიდა. აფრიკიდან დაიწყო ეს კართაგენიდან და ესე იგი და მან მოიწვია ასევე კიდე სპეციალური კართაგენის კრება იყო და მისწერა კართაგენის კრებას 401 წელს და კიდევ ჩვენ გვისაუბრია ტოლედო ესპანეთში, ტოლედოს პირველი კრება იყო, სადაც დამტკიცა ამ ტოლედოს პირველ კრებას ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას ლამის უტოლებენ და ამბობენ, რომ ეს იყო დასავლეთისთვის როგორც პირველი მსოფლიო კრება და ამ ტოლედოს კრების დადგენილებების რატიფიკაცია მოახდინეს კიდევ. მის სახელთან არის დაკავშირებული იცით რა. ესე იგი, რაღაც ესეთი წესი იყო, რომ როდესაც დიაკონი კითხულობდა სახარებას წირვის დროს. ეხლაც ეგრეა, თუ ტაძარში დიაკონი მსახურობს, დიაკონი კითხულობს წირვის დროს სახარებას. და ესეთი წესია, რომ მღვდელი უნდა დამჯდარი ყოფილიყო
ამ დროს სახარების კითხვით რომ თავი ქონოდა დახრილი და ამან დაადგინა ესეთი რამე რომ ეს თავის დახრა კარგია თავი უნდა დახაროთ ოღონდ მღვდლები დიაკონი რო კითხულობს სახარებას უნდა იდგენ ფეხზე ანუ ჩვენ დღეს ტაძარში სახარების კითხვის დროს სასულიერო პირები თითქოს ბუნებრივია ხო მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო და აი მისი ანასტასი პირველის დადგენილია ის რომ სახარება აუცილებლად ფეხზე დამდგარმა უნდა მოისმინოს ადამიანი და მეცით რა კომენტარი გააკეთა მაშინ რა ის მიცა ამას კიდე შინაარსი რომ სასულიერო პირებს შორის რომ ურთიერთპატივისცემა იყოს იმიტომ რომ ვითომ ეხლა რადგან დიაკონი ეხლა სახარება კი არ არის ვითომ თავარი არ დიაკონი კითხულობს რა და ამიტომ დელი ფეხზე არ უნდა ადგეს და რაღაც ეგეთი ხო და ამან კიდევ სასულიერო პირებს შორის ურთიერთპატივისცემა გაზარდა რომ თავარი სახარება და სახარება ფეხზე დამდგარმა უნდა მოვისმინოთ ესე იგი დიდი ტაძარი ააშენა რომში რომელიც ცოტა მოგვიანებით კრესტენტიანას თავიდან სახელი იყო კრესტენტიანას სახელობის რომელიც იყო შემომწირველი თუ არა რაღაცას არასწორად გეუბნებით ეხლა მაგრამ თავის ხო რამეა რომელიც მერე მიემძღვნა სიქსტუს მეორეს რომის პაპს რომელიც იყო მღვდელმოწამე 257-258 წლებში რომში აი მისი სახელობის ბაზილიკა ააშენა და ეს იყო ვალერიან პირველის დევნის პერიოდი რომში და ესე იგი ეს ძალიან ცნობილი ბაზილიკა San Sisto Vecchio ესე ქვია. Vecchio ძველს ნიშნავს San Sisto Vecchio. აი San Sisto არის დღეს ძალიან ცნობილი ბაზილიკა არის და აქ ინახება მისი წმინდა ნაწილები. თვითონ ისიც აქ დაკრძალეს და მოკლედ ესე იგი ჯერ ამ თვითონ სამ წმინდა სიქსტუსის წმინდა ნაწილები ინახებოდა და გადმოაბრძანა წმინდა გადმოაბრძანეს წმინდა კალიქსტის კატაკომბებიდან და როგორც მოგახსენეთ ესე იგი აქ იყო მისი წმინდა ნაწილები ამ ტაძარში მის მიერ აშენებულ ბაზილიკაში და მერე მოხდა კიდე როგორც მოგახსენეთ 19 დეკემბერს გარდაიცვალა ეხლა მერე ესეთი რაღაცა მოხდა ძალიან საინტერესო ამბები 855-46 წლებია მე-9 საუკუნე და გერმანიის მთავარმა ლუდოლფ საქსონელი და მეუღლე ყავდა ოდა ესე ერქვა ოდა იყო მე ამ ოდა ითვლებოდა ოტონების დინასტიის წინაპრად მოკლედ ეს ოდა დედოფალი მოკლედ ესენი იყვნენ ძალიან მორწმუნე ადამიანები აი ეს ლუდოლფი და ოდა და მათ იმოგზაურეს უпростоრეთ მონასტერი ააშენეს დაარსეს თვითონ ამ საქსონიაში და იმოგზაურეს სპეციალურად ჩავიდნენ რომის პაპთან შესახვედრად რომის პაპის სერგიუს მეორე და ესეთი რაღაცა უთხრეს რომ აი გვინდა რომ დავაარსოთ უკვე გამზადებული ქონდათ თუ აშენებული ქონდათ უკვე ყველაფერი კეთილშობილი ქალწულებისათვის დედათა მონასტერი ანუ ამ თავადის შვილებისათვის ეთყობა ეს მაშინ ძალიან გავრცელებული იყო და თხოვეს თან რომ თვითონ უშუალოდ რომის პაპი ყოფილიყო ანუ სტავროპიგიალური ყოფილიყო ეს მონასტერი თვითონ უშუალოდ რომის პაპის მორჩილებაში ყოფილიყო ეს და არა ვთქვათ ადგილობრივი ეპისკოპოსის და რომის პაპმა ეს თხოვნა შეუსრულა და ამის ნიშნად მათ მოითხოვეს სიწმინდეები და რომის პაპმა ნახეთ გადასცა სწორედ ანასტასი პირველის წმინდა ნაწილები აი ამ სან სისტოს ბაზილიკიდან მთელი სხეული გადასცა და
და ნახეთ კიდევ ისი გადასცა მისი ესე იგი მემკვიდრე ვინც იყო მის შემდეგ რომის პაპი ეს იყო ინოკენტი პირველი. აი ნახეთ ახლა აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი. ესე იგი ძალიან იშვიათია ისტორიაში ასეთი შემთხვევები და რომის პაპთა ცხოვრებაში გონი პირველია ეს თუ ერთადერთია. ესე იგი მისი შვილი ანასტასი პირველი შვილი იყო ინოკენტი პირველი. და მისი შვილი მის შემდეგ გაირჩიეს პაპად, ოღონდ მემკვიდრეობით კი არ გადასცა ეს რა ქვია, ეს არ არის, არ ხდება ეკლესიაში. არა, ძალიან ღირსეული შვილი ყავდა, ესე იგი მე ამას ვეღარ გაუშვი ხაზი, იმიტომ რომ რაც ვიცით იმას გიყვებით რა, ესე იგი არაფერი არ არის ცნობილი და ეს ამბავი რო არა, ეს გადაცემის ამბავი ამ წმინდა ნაწილების, ესეც არ გვეცოდინე. იქ არის ხაზგასმული, ესე იგი, რომ მისი შვილის ინოკენტი პირველის, რომელიც იყო რომის პაპი 401-417 წლებში. აი მისი წმინდა ნაწილიც, ანუ ეს ორი სხეული, ორი პაპის სხეული, მამა და შვილი გადასცა და დღეს ამ ქალაქს ქვია ბად განდერსჰეიმი. ბად განდერსჰეიმი შეიძლება ესე ჯობდეს თქმა, ბად განდერსჰეიმის მოსააბატო დაარსეს. და ნახეთ კიდე ახ არის საინტერესო, ხა ესენი უნდა გაჩვენოთ ჯერ. ლუდოლფი და ოდა საქსონელები. აი ლუდოლფი და ოდა. სხვა არაფერი არ აქვს გამოსახულებები და იმიტომ. ლუდოლფი და ოდა და ამათ შვილები ყავდათ ბევრი და პირველი სამი იღუმენია იყო მათი ქალიშვილები. ჯერ უფრო ქალიშვილი დანიშნეს. ეხა აღარ ამოვწერე მათი სახელებიც ცნობილია, ნახეთ რა საინტერესო რაღაცა მოხდა. ჯერ პირველი ქალიშვილი დაინიშნა იღუმენიად. მერე მალე გარდაიცვალა ეს რამდენიმე წელიწადში, 2 თუ 3 წელიწადში და მერე მეორე ქალიშვილი. მერე ისიც გარდაიცვალა და მესამე ქალიშვილი. მოკლედ პირველი სამი იღუმენი იყო ამათი შვილები და ნახეთ ეხა ვიზია ლაპარაკი, ხო? ფაქტიურად იმ ხარის ბატონ პატრონები არიან საქსონის მთავარი ეს ლუდოლფი და ეს უდაც და მისი ცოლი და ესენი ცოცხლები იყვნენ, როდესაც ეს პირველი ქალიშვილი გარდაიცვალა. და ამათმა ყველა მოინდომა, რომ ეს პირველი ქალიშვილი წმინდანად შერაცხულიყო გარდაცვალებისთანავე. და არ გამოვიდა ეს საქმე. ეკლესიამ არ მიუხედავად იმისა, რომ ამათი დაარსებული მონასტერი იყო, მიუხედავად იმისა, რაღაცა. ნახეთ, აქაც არის დიდი თავმდაბლობა ჩანს ამათი. კი უნდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. მარტო ადამიანური სურვილი და ადამიანური ნება არ არის საკმარისი. მოკლედ აი ესეთი ამბები იყო. ნუ, ყოველ შემთხვევაში ამათმა აი ამ ესე იგი, ეს არის განდერსჰეიმის მონასტერი, ახლა გაჩვენოთ, ეს არის განდერსჰეიმი. აი ეგ დააბრძანეს შემდეგ რომის პაპის წმინდა ნაწილები დღესაც აქ არის და მათი ქალიშვილებიც იქ დაასაფლავეს. შემდეგი, ახლა უნდა გაჩვენოთ აი ეს სან სისტო, წმინდა სიქსტუს პაპის ტაძა ეს ასავიდან იყო დაბრძანებული, რომელიც ნუ ახლა ესეთი არის დღეს, ეს რომში, სან სისტო. ოღონდ ბევრჯერ გადაკეთდა და აი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ეს ძალიან ცნობილი ხატია ღვთისმშობლის. ადვოკატა ესე ქვია, ადვოკატა, ანუ მფარველი და დამცველი. აი ეს ხატი ინახებოდა ამ ტაძარში, ხა სხვაგან არის, ხო ჩვენს მე მოვინახულე რომში. ეს ხატი, საოცარი ხატი. ეს არის მარია ადვოკატა, მე-6 საუკუნე, ესე იგი, მე-6 საუკუნის ხატად ითვლება, თუმცა ესეც ერთ-ერთი ხატია, რომელიც ითვლება, რომ უკამახარების დახატული არის 1221-1575 წლებში ინახებოდა აი ამ ბაზილიკაში და ბოლოს უნდა გაჩვენოთ აი ამ ანასტასის პორტრეტი არის ჯუზეპე ფრანჩი. 1550-1627 წლებია, მე-16-17 საუკუნები და მილანში ამბროსიანას პანაკოტეკა ესე ქვია, ინახება აი ესეთი გამოსახულება არსებობს მე-16-17 საუკუნის პორტრეტი ანასტასი პირველის. აი ეს არის და ეს მეტი არაფერი ვიცით, ერთადერთი რაც ვიცით კიდე გაჩვენებთ ვისი წმინდა ნაწილები გვაქვს ნამცეცი, პატარა ნამცეცი თუ მოახერხეთ ჩვენება გაჩვენებ, ძალიან პატარა ნამცეცი არ ვიცი როგორ გამოჩნდება, მაგრამ აი ჩანს. ხო?
აი გამიშთა. აი ესეთი პატარა ნამცეცი გაგვეჩნია. რომის პაპი ანასტასი პირველი. მე კი შემდეგ წმინდანზე გადავდივარ. რომლის შესახებაც ასევე მინდა გითხრათ, რომ თითქმის არაფერი არ ვიცი. ეს არის ვერონის ლუპიცინუსი, ვერონის ეპისკოპოსი, რომელიც მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა. არაფერი აი ზუსტად ესეც არ ვიცით კარგად. და San Zeno, ანუ წმინდა ზენონის ბაზილიკა, San Zeno Maggiore, დიდი. ესე იგი San Zeno Maggiore, ესე არის ესე იგი ქალაქ ვერონაში ეს ბაზილიკა არის. აი, წმინდა ზენონის ბაზილიკა ესეთი აქ ინახება მისი წმინდა ნაწილები და აი კიდე ეს ბაზილიკა აღმოსავლეთის ფასადი ესეთი აქ. აი ესე. აი აქ ინახება და აი ეს არის სარკოფაგი, სადაც ინახება მისი წმინდა ნაწილები და 3 ეპისკოპოსის ერთად. ეს არის ლუპიცინის, ლუჩილუსის და კრესჩენციანის ეპისკოპოსები არიან ისინი ერონის წმინდა ნაწილები აქ ინახებოდა, მაგრამ ესე იგი, როდესაც 1492 წელს გახსნეს, ეს წმინდა ნაწილები ვეღარ იპოვეს. რაღაცა ნამცეცები არის შემორჩენილი, ჩვენც გაგვეჩნია. ეხლა დღეს ვერ გაჩვენებთ უბრალოდ და მოკლედ აი ეს არის დღეს მე შეგახსენებთ, ესე იგი, ამითი ვამთავრებთ დღეს ჩვენ საუბარს, და მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 27 აპრილის საეკლესიო კალენდრით, 10 მაისის საერო კალენდრით და ლიბერალუს ტრევიზელის სვიმეონი ხორციელა ძმა უფლისა 74 საუბარი, წმინდა საბას ერბელი საუბარი 271 და აი დღეს ვისაც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ძირითადად ეს არის ანასტასიუს პირველი, რომის პაპი და ლუპიცინუს ვერონელი, რომლის შესახებაც თქვი შეიძლება ითქვას, აი მარტო ესეთი ზოგადი ინფორმაცია აქვს. და ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.